დღევანდელ პირობებში მამები განსაკუთრებით განვიცდით იმას, რომ შვილებს ბევრ რამეს ვაკლებთ. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ხანდახან დროს, თქვათ, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაღაც სურვილს ვერ უკმაყოფილებთ და ასე შემდეგ. თქვენ როგორც სპეციალისტის გადასახედიდან, ყველაზე მეტად რას ვაკლებთ შვილებს მამები? არსებობს რამოდენიმე მიმართულება. ერთი არის, რაც შემიძლია მე ფიზიკურად ვიყიდო 10 ლარი ეღირება თუ 100 ლარი ეღირება თუ რაღაცა თანხა და მოვიშორო ის კომუნიკაცია, რომელიც ბავშვთან აღარ მექნება. და მეორე არის ის თავისუფალი დრო, რომ მე მასთან ერთად გავატარო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყვანოთ ძიძა, მაგრამ ის დედა არ არის. ჩვენ შეგვიძლია უყიდოთ ბოტასები, მაგრამ ის შენი საფეხური და შენი ფეხი და შენი გზა არ არის. ამიტომ ყველაზე კარგია, როდესაც ბავშვი პატარას გულისხმობ ამ შემთხვევაში შენ ფეხსაცმელებზე ადგავს ფეხს და შენ იმასთან ერთად დადიხარ. ეს რაც დღევანდელ დღეს ან ახალგაზრდებს, ან გინდა დიდებს, ან გინდა ჩემთაობას ალბათ ნაკლები ქონდა. ანუ დრო, რომელსაც ჩვენ დაუთმობთ ჩვენ შვილებს. და არა მარტო მოყოლით, სადღეგრძელოთი, ესეც საჭიროა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კულტურა მაგიდის და ურთიერთობისაც უნდა ასწავლო. მაგრამ ალბათ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, ყველაზე მნიშვნელოვანი არის დრო, რომელსაც ჩვენ ერთად გავატარებთ. და ნახეთ, შეიძლება მე ბავშვთან გავატარო ცალკე დრო. დედამ გაატაროს ბავშვთან ცალკე დრო, მაგრამ ეს დედას და მამას შეთანხმებული მომენტი უნდა იყოს. ერთ-ერთ მომენტს არ ვიცი, შეიძლება ჩემ ცხოვრებიდან მოყვე რაღაცა. სასიამოვნოც არის. როდესაც პატარები იყვნენ ბავშვები, ყავდა ბაკურიანში წაყვადილი, იყო წესი, რომ სუფთა ჰაერი უნდა შეეცვალო და შემდეგ. და სამსახურის შემდეგ შაბათ-კვირას პარასკევს გვიან ღამე ჩავდიოდი და შაბათს, როდესაც ჩავედი, მინდოდა რომ წამეყვანა ბავშვები ტყეში და მთაზე ცოცვა მესწავლებინა და ასე. არ მქონდა თოკი, ამიტომ ჩვეულებრივ სარეცხის თოკის ვიყიდე, გავუკეთე აქ სამაგრები და ბედნიერები ავძვერით რაღაცა 2 მეტრიან კლდეზე, რომელსაც ვრებოდით 4 საათის განმავლობაში, გაიხეხათ აქ ცოტათი. რაზეა ტკივილზე საუბარი რაღაც და ბედნიერი თვალებით დავბრუნდით სახლში. რაზეც დედიკო მაგრა დაგტუქსა. დაგტუქსა ბავშვს ეს რატო გაიხეხა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც ჩვეულებრივად ხდება, მაგრამ ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ჩემ მხრიდან, რომ მე ეს რისკები გამეთვალისწინებინა. მე თქვა, როდესაც მოვა გახეხილი არ მიაქციო ყურადღება და უბრალოდ დაუმუშავე და არ გააკეთო აქცენტი მთაზე არ აწვრეთ. აი ესეთი ნიუანსები ქმნიან და ქმნის მშობლებს და შვილების ურთიერთობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი. და ასეთი მომენტი უამრავი.